ქრონიკა 20 საათზე პირდაპირ ეთერში ბრუნდება. ინტერტრაფიკი 2010 გამოფენა ამსტერდამში, სადაც საქართველოს წარმომადგენელი სპეციალური სტუმრის სტატუსით მიიწვიეს. საგზაო დეპარტამენტის თავმჯდომარე ერთ-ერთი იყო მსოფლიოს იმ ქვეყნებიდან, რომელიც საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ტექნოლოგიების გამოფენას დაესწრო. ამ ტექნოლოგიებს საქართველოს საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის გამოიყენებს. სამოცდაათი ქვეყნიდან 8-ზე მეტმა კომპანიამ საგზაო უსაფრთხოების ახალი ტექნოლოგიები ერთ პავილიონში დაადია. ინტერტრაფიკ 2010 წელს ჰოლანდიამ უმასპინძლა. ამსტერდამში მე-20 საიუბილეო გამოფენას საპატიო სტუმრის სტატუსით საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე დაესწრო. უსაფრთხოების ახალი ტექნოლოგიების შესწავლის შემდეგ გადაწყდა, რომ უსაფრთხოების თანამედროვე სისტემას რიკოთის და აჭარის გვირაბში ხორვატიული კომპანია ტელეგრა დაამონტაჟებს. ჩვენ უამრავ კომპანიასთან დავამყარეთ კონტაქტები. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამდენიმასთან შესაძლებელია კონტრაქტიც კი გავაფორმოთ. ეს ნიშნავს იმას, რომ მომდევნო წლიდან და უკვე ამ წლის ბოლოს უამრავი ახალი ტექნოლოგია, რომელიც მსოფლიოს ამდენი ქვეყნიდან ჩამოსულმა კომპანიებმა დღევანდელ დღემდე მოიტანა, აუცილებლად იქნება ჩვენ გზებზე, რომელიც დამერწმუნეთ, რომ არანაირად ევროპულ გზებს არ ჩამოუვარდება. ჩვენი გაკეთებული გვირაბები ბოლო 3 წლის განმავლობაში აღიარეს როგორც ყველაზე უსაფრთხო და ლამაზი გვირაბები მსოფლიოში. მოხარულები ვიქნებით თუ ვითანამშრომლებთ და საქართველოს გვირაბებშიც დავამონტაჟებთ უსაფრთხოების თანამედროვე ტექნოლოგიებს. ამსტერდამში გამართულ გამოფენაზე 4 ძირითადი მიმართულება იყო წარმოდგენილი: ინტელექტუალური სატრანსპორტო სისტემები, პარკინგის მენეჯმენტი, მოძრაობის უსაფრთხოების ტექნიკური საშუალებები და საგზაო სფეროში არსებული ინფრასტრუქტურული სიახლეები. აქამდე მხოლოდ პროდუქციაზე ორიენტირებულ რეგიონულ გამოფენას მართავდით. წელს გამოფენა მასშტაბური სახე მიიღო და ახალი ტექნოლოგიები წარმოვადგინეთ. გვიხარია, რომ საქართველოს საგანგებო სტუმრის სტატუსით გვეწვია და გაეცნო იმ სიახლეებს, რაც ინტერტრაფიკ 2010-ზე იქნა წარმოდგენილი. ინტერტრაფიკზე წარმოდგენილ სიახლეებს ქართული კომპანიები დეტალურად გაეცნენ და თანამედროვე ტექნოლოგიების საქართველოში დანერგვის გადაწყვეტილება მიიღეს. საგზაო სფეროში მოღვაწე ბიზნესმენები ამბობენ, რომ ასეთ გამოფენებში მონაწილეობა მათთვის მნიშვნელოვანია. მით უმეტეს, რომ ქვეყანაში გზების მშენებლობის ბუმია. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია აღნიშნულ გამოფენებში მონაწილეობა, იმიტომ რომ გვეძლევა საშუალება ჩვენ ყველა პარტნიორს ადგილზე გავესაუბროთ, მიიღოთ რჩევები, თუ რა ტექნოლოგიები ჯობია რომ აღნიშნულ სფეროში დავნერგოთ. ამსტერდამში ნანახი საგზაო უსაფრთხოების ახალი ტექნოლოგიები ქართულ რეალობას უახლოეს მომავალში მოერგება. ქართული დელეგაცია უფრო დიდი შემადგენლობით მონაწილეობას ინტერტრაფიკ 2012-ში მიიღებს, რომელიც ისევ ჰოლანდიაში გაიმართება.